მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დიდი ხანი ახალი ვიდეო არ გადამიღია და მიდი ახალი ვიდეო და დღეს დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. მოდით ჯერ ვნახოთ ჩვენი დღევანდელი თემა, ანუ ვნახოთ დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ, რა უნდა ვისწავლოთ. მოკლედ, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ könnten-Sie, könntest du, würden Sie და würdest du. ანუ ამ 4 ფრაზაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღეს. ნახეთ, მოდით ჯერ ვნახოთ რას ნიშნავს ეს რომელი როგორ ითარგმნება, ხო? ნახეთ, könnten-Sie ნიშნავს შეგიძლიათ და ასევე ითარგმნება würden Sie. შეგიძლიათ, würden Sie და könntest du, würdest du ითარგმნება როგორც შეგიძლია. რადგან აქ ნაცვალსახელებს რომ დავაკვირდეთ, Sie, რომელიც ჩვენ აქამდე ნასწავლი გვაქვს, Sie რას ნიშნავს? ანუ თქვენ. ხო, Sie, თქვენ და du. Du რას ნიშნავს? ანუ შენ. ამიტომაც könnten Sie, würden Sie ითარგმნება როგორც შეგიძლიათ თქვენ ანუ და könntest du, würdest du ითარგმნება როგორც შეგიძლია, ანუ შენ. ახლა რა შემთხვევაში გამოიყენება აი ეს 4 ფრაზა, ანუ könnten Sie, würden Sie, könntest du, würdest du. ეს ფრაზები იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც სხვას ვთხოვთ რაღაცის გაკეთებას. მოდით მაგალითი მოვიყვანოთ. აი მაგალითად. Könnten Sie bitte das Fenster aufmachen? Könnten Sie bitte das Fenster aufmachen? ნიშნავს შეგიძლიათ ფანჯარა გააღოთ. Das Fenster არის ფანჯარა. Das Fenster და aufmachen არის გაღება. Aufmachen გაღება. თან ამასაც დააკვირდით, როდესაც ჩვენ წინადებაში გვაქვს könnten, würden, könntest, würdest, მაგ შემთხვევაში მეორე ზმნა გამოიყენება წინადადების ბოლოს. დააკვირდით ჩვენი მეორე ზმნა რომელია? გაღება, ხომ? Aufmachen. სად არის გამოყენებული? ბოლოშია. ბოლოს არის გამოყენებული aufmachen. ესე იგი, könnten Sie bitte das Fenster aufmachen? ანუ შეგიძლიათ ფანჯარა გააღოთ. აქ könnten Sie ამის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ würden Sie და ვთქვათ ასე. Würden Sie bitte das Fenster aufmachen? ანუ შეგიძლიათ ფანჯარა გააღოთ. ან könnten Sie, ან würden Sie. ეს ორივე რა თქმა უნდა თქვენ. ანუ შეგიძლიათ, მაგრამ შეგიძლია, შენ შეგიძლია ეს იქნება könntest du, ან würdest du. მაგალითად, könntest du bitte das Fenster aufmachen? ანუ შეგიძლია ფანჯარა გააღო. Könntest du ამოვიღოთ და მის ნაცვლად გამოვიყენოთ würdest du. Würdest du bitte das Fenster aufmachen? ანუ შეგიძლია ფანჯარა გააღო. Aufmachen არის გაღება. დახურვა, დაკეტვა. გერმანულად ეს არის zumachen. Zumachen. ესე იგი დაიმახსოვრეთ, გაღება არის aufmachen და დახურვა ეს არის zumachen. ახლა, როგორ იქნება გერმანულად შეგიძლიათ ფანჯარა დახუროთ? Könnten Sie bitte das Fenster zumachen? აქ უკვე გამოვიყენეთ ზმნა zumachen, დახურვა. Könnten Sie bitte das Fenster zumachen? ან könnten Sie არა გამოვიყენოთ würden Sie. Würden Sie bitte das Fenster zumachen? ანუ შეგიძლიათ ფანჯარა დახუროთ. და შეგიძლია ფანჯარა დახურო ეს იქნება könntest du, ან würdest du bitte das Fenster zumachen? Das Fenster არა, მოდით გამოვიყენოთ die Tür. Die Tür, ანუ კარი. ნახეთ, das Fenster არის ფანჯარა, die Tür არის კარი. ახლა როგორ იქნება გერმანულად შეგიძლიათ კარი, მაგალითად გააღოთ? Könnten Sie bitte die Tür aufmachen? Könnten Sie. მოდით ახლა würden Sie გამოვიყენოთ, ეს იქნება würden Sie bitte die Tür aufmachen? ან შეგიძლია კარი გააღო, ეს იქნება könntest du bitte die Tür aufmachen? ან würdest du bitte
die Tür aufmachen. რომელიც გინდათ ის გამოიყენეთ. თუ გინდათ könnten Sie გამოიყენეთ, თუ გინდათ würden Sie გამოიყენეთ. ან könntest du და თუ გინდათ würdest du გამოიყენეთ. ესე იგი die Tür არის კარი. ასევე ნახეთ, ესე იგი aufmachen ხომ არის გაღება. Zumachen არის დახურვა. ჩართვა გერმანულად არის anmachen. Anmachen არის ჩართვა. აი მაგალითად შუქი, ეს არის das Licht. Das Licht და ახლა როგორ იქნება შეგიძლიათ შუქი ჩართოთ. Könnten Sie bitte das Licht anmachen? Könnten Sie bitte das Licht anmachen? ანუ შეგიძლიათ შუქი ჩართოთ. Könnten Sie არა. შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ რა? Würden Sie გამოვიყენოთ და ეს იქნება würden Sie bitte das Licht anmachen? Würden Sie bitte das Licht anmachen? Da könntest du bitte am შემთხვევაში ანუ შენ შეგიძლია könntest du bitte das Licht anmachen? ასევე könntest du არა შეგვიძლია მის ნაცვლად გამოვიყენოთ würdest du და ეს იქნება würdest du bitte das Licht anmachen? რაც შეეხება გამორთვას. გამორთვა ეს გერმანულად არის ausmachen. Ausmachen არის გამორთვა. მაგალითად შეგიძლიათ შუქი გამორთოთ. გერმანულად იქნება Könnten Sie bitte das Licht ausmachen? Könnten Sie bitte das Licht ausmachen? Könnten Sie-ს ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ würden Sie, ეს იქნება würden Sie bitte das Licht ausmachen? ასევე Könntest du bitte das Licht ausmachen? ანუ შეგიძლია შუქი გამორთო და könntest du მის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ würdest du და ეს იქნება würdest du bitte das Licht ausmachen? ანუ შეგიძლია შუქი გამორთო. ესე იგი ნახეთ მეგობრებო, aufmachen არის გაღება. Aufmachen. Zumachen არის დახურვა. Zumachen დახურვა. Anmachen არის ჩართვა. Anmachen ჩართვა და ausmachen არის გამორთვა. Ausmachen. Das Fenster არის ფანჯარა, die Tür არის კარი და das Licht არის შუქი.